აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ხონში აფხაზეთიდან დევნილ მცირე მეწარმეებს შეხვდა. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით გახსნილი სილამაზის სალონი და სამკერვალო სახლი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან თენგიზ ნასარიძესთან და ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯუხარაძესთან ერთად დაათვალიერა. შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძე არსებულ გამოწვევებს პირადად გაეცნო და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მოვინახულეთ ის ობიექტი, რომელსაც დაახლოებით 15,000 ლარის ინვენტარი და აღჭურვილობა გადავეცით და შესაბამისად ამან ხელი შეუწყო კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი დევნილი მეწარმეების მცირე საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობას. უდიდესი მხარდაჭერისთვის განვითარდით, წინ წავედით, ბიზნესი უფრო მდგრადი და განვითარებული გახდა.